გუშინ მიგზავნის ჩემი მეგობარი ვიდეოს და ესეთ რამეს წერს რომ შენ ისტორიას მახსენებსო და გავხსენი ეს ვიდეო და ვხედავ რომ ნოდარა მელაძესთან ზის ახალგაზრდა კაცი ყოფილი პოლიციელი და ყვება თავის ისტორიას რომ სინდისმა შემაწუხაო რომ ვხედავო რა ესეთი უსამართლობა ხდებაო და ხალხს ესე ექცევიანო დავწერეო წამოსვლაზე განცხადებაო და ესე მითხრესო ეხლა წასვლაო ღალატის ტოლფასიაო რაღაცეებიო მერეო ერთ-ერთმა დეპარტამენტის მოადგილემო მითხრაო რომ მოღალატი ხარო და ვიჩხუბეთო განა ის რომ გამლახესო ან ჩამკეტესადმე და ისე მცემესო ან რამე არა ვიჩხუბეთო და წამოვედიო და მერეო მუქარები იყო ოჯახზეო და ცირეწყლოვან შვილებზეო და რამე და თუ ესეთი მუქარები იყო გმობდა არაკაცია ყველა ის ვინც აი ოჯახზე დაემუქრება და შვილებზე კაც და მე მაგ საკუთარ ტყავზე ეგ ყველაფერი გამოვლილი მაგრამ ამ კაცის ნალაპარაკებიდან მე ვერ გავიგე რას გულისხმობს რეჟიმში და რატო არის ამ რეჟიმისგან დაჩაგრული ბოლო-ბოლო იმას იძახის რომ მიტინგებზეც დავდიოდიო რა ვიცი ნოდარა მელაძესთანაც ზის და ინტერვიუს იძლევა და მე ოჯახთან ერთად მშვიდად დაჯდა და დატოვა ეს ქვეყანა და გაფრინდა ხო რეჟიმი მაგის საშუალებას არ იძლევა და რეჟიმი მაგის საშუალებას არ მოგცემს აი ახლა მე გეტყვით რა არის რეჟიმი და როგორ მოქმედებს რეჟიმი ვინც მიცნობს და იცის ჩემი წარსული და ვინც ვარ იცის მაგრამ ვინც არ იცის იურისტი ვარ და სისხლის სამართლის მაგისტრი ვარ სპეციალობით და წლების განმავლობაში ვმუშაობდი ძალოვან სტრუქტურებში სხვადასხვა დეპარტამენტებში და თანამდებობაზე და სწორედ იმ რეჟიმის დროს აი უსამართლობა რაც ხდებოდა და პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი კანტორად რო გადაიქცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აი მაშინ დაუპირისპირდი მე პირადად და მარტო მე რა ქვია სისტემას და რეჟიმს კონკრეტული უსამართლობების და კონკრეტული უკანონობების და კონკრეტული ძალადობის და არასწორის საქციელის და რეჟიმის მტკიცებულებების ფაქტების შეგროვება დავიწყე და მქონდა ეს ფაქტები და მე რა დამმართა რეჟიმმა ამის გამო ეხლა მოკლედ შევეცდები მოვყვე. ჯერ გამიშვეს კვარიაჩი ვითომ მივლინებაში და ქალაქს გამარიდეს და შემდეგ იქიდან მომიპარეს მაფიოზურად. 3 დღე და ღამე ტყე-ტყე მატარებდნენ, ვერ ვიგებდი, ხან პადუარში ვიყავი, ხან ტყეში ვიყავი. ცემდნენ, მაწამებდნენ, დედას მიტყნავდნენ პირდაპირ გაგებით და იმ სიტყვამ გადამარჩინა რომ ერთი სიტყვა დავიჭირე რომ სახეს გაუფრთხილდითო და იქ მივხვდი რომ მოკლედ ჭირდებოდი ჯერ კიდევ და იმიტომ არ გამოვიგლიჯე ვენები და იმიტომ არ გავიჩეჩქვე თავი გველებით რომ როგორმე უნდა გამეძლო იმისთვის აი მაშინ ჩემ თავს შევძახე ეგ რეჟიმი იყო ის რომ სამი მუხლით სამი უმძიმესი მუხლით რო დაიწყეს ჩემს წინასე ჩემს მიმართ გამოძიება და მე რო ესე იგი რომ დამსვეს კამერის წინ რომ ალაპარაკეს ის რაც მათ უნდათ რომ ელაპარაკა მათთვის სასურველი ჩვენებები რომ მიმაცებინეს ეს საქმეები რომ შეკერეს და კონკრეტული დავალებით რომ გამომიშვეს მე და მეშვიდე განყოფილება ეგრეთ წოდებული რაზვედკა შიდა დაზვერვა რომ დამყვებოდა და მაკონტროლებდა აი ეგ იყო რეჟიმი რეჟიმი იყო ის რომ მოვახერხე და რომ გავიპარე და დაუსხლტი ხელიდან და რომ გავეკეცი და მიმალვაში რო ვიყავი ჩემი ცოლი ახალგაზრდა გოგო წიხლების რტყმევით წაიყვანეს დაკითხვაზე აი ეგ იყო რეჟიმი რეჟიმი იყო ის ჩემ ყველა მეგობართან რო შევარდნენ და ყველას ჩხრეკები რო ჩაუტარეს სახში და ყველას რო შეურაცხყოფებს აყენებდნენ აი ეგ იყო რეჟიმი რეჟიმი იყო ის ჩემი უახლოესი ძვაკაცები რო დაიჭირეს და კაპეზებზე სუტკები რო ჩასვეს და მე ეგ რო არაკმანეს და გდანში ციხეზე რო გაუშვეს მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი მეგობრები იყვნენ აი ეგ იყო რეჟიმი
რეჟიმი იყო ის, ჩემი მეგობარი 12 სუტკა რო ყავდა ტრაპეზეზე, მარტო იმიტომ რომ ჩემი მეგობარი იყო და ამ ნაბოზრებს ეგონათ რომ რამე ინფორმაცია ქონდათ ჩემი ადგილმდებარეობის შესახებ. მე 12 დღეს მამამისი გვერდზე კამერაში ჩასვეს, ესე დერეფანში გაატარეს და გაუღეს კარმოშკა დაანახეს, ხედავ მამა შენსო. შეიყვანეს გვერდზე კამერაში და მე ამას ეღადავებოდნენ რომ ეხლაო ბაბუა შენსაც აქ მოგისვავთ თუ არ გვეტყვით სად არის კურტანავა. აი ეგ იყო რეჟიმი. რეჟიმი იყო ის რომ მამა ჩემი ჩემს გამო სამსახურიდან აი ესე უმიზეზოდ გამოაგდეს და დაითხოვეს და ყველა კარი დაიკეტა იმ მაკაცისთვის მაგის მე. აი ეგ იყო რეჟიმი. რეჟიმი იყო ის რომ დედაჩემს სამჯერ ჩანთა გაგლიჯეს ქუჩაში და ქუჩაში ძირს წააქციეს და ათრიეს ქალი რომ ეგონათ რომ იმ ჩანთაში რამე ისეც ნახავდნენ რითიც შეძლებდნენ და მომაგნებდნენ მე და მიპოვიდნენ და ბოლომდე გამანადგურებდნენ. აი ეგ იყო რეჟიმი და მასე მოქმედებს რეჟიმი და ის სისტემა რომელიც რეჟიმიშია მოქცეული თუ როგორ თქვა აღარ ვიცი უკვე. მძიმეა ჩემთვის ემოციურად ეს ამის გახსენება და ყოველთვის ალბათ ესე იქნება. რეჟიმი იყო ის რომ ჩემი მეგობრები და ნათესავები ვინც კი გავედა და ჩემი ოჯახის წევრები მოიკითხა, ყველა ეს ადამიანები ქუჩებში მანქანებით ვინც მოძრაობდა გააჩერეს, გადმოსვეს ევაკუატორებით, წაიყვანეს მანქანები საჯარიმოზე და სასწაული ჯარიმები ახდევინეს მერე ამ მანქანების გამოსაყვანად თვითონ რაღაც სასწაული დარღვევები ქონდათ ჩადენილი ამ ადამიანებს. აი ეგ იყო რეჟიმი და აი ეგრე მოქმედებს რეჟიმი. და არა ისე რომ როგორც ამ კაცის შემთხვევაში ხო? რანაირი რეჟიმია თუ სამსახურიდან გამოგიშვეს ჩვეულებრივად ხო? არ დაგიჭირეს, არ შეგითითხნეს საქმე. მიტინგებზე დადიხარ თავისუფლად და ხო თვითონ იძახის რომ მიტინგებზე დავდიოდიო და მე ადგები და ქვეყანასაც აი ესე თავისუფლად ოჯახთან ერთად დატოვებ. რეჟიმი მაგის საშუალებას არ მოგცემს და რეჟიმი ეგრე არ იქცევა. რეჟიმმა რო გადამიარა და რო გამანადგურა დღემდე ფეხზე ვერ დავმდგარ იმხელა ტრაუმა მაქვს მიღებული ფსიქოლოგიური და ყველანაირი გაგებით. აი ეგ არის რეჟიმი. რეჟიმი ესე არ იქცევა, როგორც აი ეს ადამიანი ეხა წარმოაჩენს ვითომ რომ რეჟიმის მსხვერპლია. და სინდისმა შემაწუხაო და იმიტომ აი რაღაცებს იმიტომ მოკლედ დაუპირისპირდიო იძახის და თან იმას იძახის 22 წელი მუშაობო ამ სისტემაშიო. გამოდის ნაცების დროსაც სისტემაში მუშაობდა და თუ ეს კაცი სინდისის კარნახით ცხოვრობს და სინდის უსმენს და სინდისის მოწოდებებით მოძრაობს, რატომ მაშინ ვერ გავედა და მართლა რეჟიმი რო იყო, ქუჩაში რო ხოცავდნენ ხალხს, 150 კაცი რო დახვრიტეს და ყველა განსხვავებული აზრი რომ დევნის ობიექტი ხდებოდა, რატომ მაშინ არ გააპროტესტა? იმიტომ რომ სწორედ იცის რა არის რეჟიმი და რა შეუძლია რეჟიმს და მაშინ არ იყო გამბედაობა თუ კი სინდისი აწუხებდა და თუ კი იმას უსამართლობა თვლიდა რომ გამოსულიყო და გაეპროტესტებინა. იმიტომ რომ კარგად იცოდა რას დამართებდა რეჟიმი და რო ვერ გაასწლებდა აქედან. აი ეგ არის რეჟიმი და არა ის რასაც ეხა ეს ადამიანი აქ ლაპარაკობს. არანაირად არ გავს ჩემო ძმაო, აი ჩემ მეგობარს მიმართავ, ვინც ეგ ვიდეო ჩამიგდო, ჩემი ისტორია და მაკაცის ისტორია ერთმანეთს. საერთოდ სხვადასხვა ისტორიაა და პიროვნულადაც საერთოდ სხვადასხვა ადამიანები ვართ, ეგრე გამოდის. მე კარგად ვიცი და ყველამ კარგად იცის რას ემსახურება და ვის ემსახურება ნოდარ მელაძე, თავისი მაგისი გამოძიებებიც ყველაფერი, რა გამოძიებებიც აქვს, ეგეც ხო ვიცით. და ვაფშე თავიდან ბოლომდე რა იდეით არის ნოდარა გაჟღენთილი და ეს ადამიანიც ნებსით უმნებლიეთ აი ნოდარა მელაძის პროექტის რაღაცა ნაწილი გახდა. რეჟიმი მაგის საშუალებას არ მისცემდა ამ ადამიანს რომ აი ეს რომ მართლა რაღაცა სისტემა დაპირისპირებოდა და სისტემის მსხვერპლი რო გამხდარიყო არც მიტინგებზე ატარებდნენ მაგას, არც მელაძესთან დასვავდნენ ინტერვიუს მისაცემად და ვერც ქვეყანას ვერ დატოვებდა. აღარ მინდა გავიმეორო რეჟიმმა რა დამმართა და რეჟიმი როგორ მოქმედებს, აი ეხლა ვლაპარაკობდი მაგას და შევეცადე რომ მოკლედ ამიხსნა. აი ამის თქვა მინდოდა და
არ ვიცი მე მაგ ინტერვიუში ვერანაირად ვერ დავინახე რამე რეჟიმის მსხვერპლი ან რეჟიმისგან დაჩაგრული ადამიანი. აი ამის თქვა მინდოდა.